განვაგრძობთ იმედი ლაივს, ახლა სტუდიაში შემოგვერთება ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი პეტრე მამრაძე და მასთან ერთად განვიხილავთ იმ პროცესებს, რომელიც ქვეყნის გარშემო ვითარდება და ვისაუბრებთ ბუნებრივია იმ განწყობებზე, რომელიც განსაკუთრებით მწვავეა ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო პეტრე, რომ ჩვენი სტუმარი ხართ. რა პროცესს გადის ახლა საქართველოს, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ მიმოვიხილეთ ის განწყობები, რაც ევროკავშირის ქვეყნებშია, შეერთებულ შტატებშია და ასე შემდეგ. თქვენ როგორ აფასებთ პროცესს, რა გზას გავდივართ? მე ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკეთდება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს არის სუვერენიტეტის გამტკიცება და ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია, რომ საქართველოს არ სჭირდება არც ევროპა, არც ზოგადად დასავლეთი იმაზე მეტად, ვიდრე დასავლეთს სჭირდება საქართველო. და ეს არის პოსტულატი საზოგადოებრივ დიპლომატიაში. როგორც კი შეგატყობენ, რომ თოვნელის პოზიციაში, რომ არ მინდა თქვა ბათხოვარი, მაგრამ თოვნელი, რაღაც. მაშინათვე ეს არის ძალიან წამგებიანი პოზიცია და მადლობა ღმერთს, ეს არის ობიექტური საფუძველი იმისა, რომ საქართველოს ეს ერთი კურსი განახორციელოს. ახლა მე შემიძლია მხოლოდ გავემეორებდა და ომატო რაც მინისტრს მართლა ძალიან ზუსტად ბრძანა. ოღონდ მე არ მევალება დიპლომატიური ენის საუბარი. და მინდა გითხრათ, რომ დასავლეთის წამყვანი პოლიტოლოგები, გამოჩენილი მეცნიერები, ჰაროლდ ჯეიმსი ამას წინათ, წერენ პირდაპირ, რომ მოხდა ასე, რომ ევროპამ თავისი თავი სამასხავრაოდ აქცია. მეორე წერს მარკ ბრუნი, საერთოდ არავინ აღარ უყურებს სერიოზულად ევროპას და ეს მათი ქცევის, მათი ლიდერების ქცევის შედეგია. ამ ფონზე აყოლა ამ რყევებისა, ზუსტად რაც ახლა ამბობენ მინისტრმა, რომ თქვათ, უნდა გთქვა, რომ პუტინი ტერორისტია, აგრესორია. საქართველოს მისსახმა 2022 წელს მისსახმა მაშინ რა ქვია, გაეროს ასამბლეაზეც დაგმო აგრესია რუსეთისა და მე რაც მე მართლა შემეშინდა, მართლა დავიძაბე 7 მარტს 22 წლისას საქართველოს შეუერთდა სულ 32-13 ქვეყანას, შეუერთდა კი ინიციატორები ვიყავით. რომ ჰააგაში აღზრულიყო პუტინის წინააღმდეგ კრიმინალური საქმე. ეს იყო ძალიან სახიფათო რამ და ძალიან კარგია, რომ ამის შემდეგ შეიცვალა მკვეთრად კურსი, შეიცვალა, იმიტომ რომ მოითხოვეს გახსოვთ. მოითხოვეს იარაღის გადაცემა, ჟაველინების და ბუკების გადაცემა უკრაინისთვის, მოითხოვეს შეერთებული შტატებიდან უმაღლეს დონეზე. და როცა მიიღეს ამაზე უარი, ეს ჩათვალეს ამის ღალატად. თუ ვართ პარტნიორები და როცა აუხსნეს ჩვენ ხელისუფლებამ აუხსნა, რომ მაშინ ომი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ომს 3 დღეზე მეც ვერ გაუძლებთ მაქსიმუმ. სამ დღეში 3 მილიონი არ დაიღუპება და შეგიძლიათ მე განაგრძოთ პარტიზანული ბრძოლა. გესმით რასთან გვაქვს საქმე? იგივე ხმები მოდიოდა ევროპისაგან. და როდესაც მოხდა ჩვენი სუვერენიტეტის საბოლოოდ გამტკიცება, კარების მიხურვა ამ ხრივ, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, ეროვნული სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია, არა NGO, რომელსაც თქვენგან გრანტები აქვს აღებული, და ახლა ვალდებულია პუნქტებად შეასრულოს დავალებები. ასე უყურებენ საქართველოს. მთელი ჩემი გამოცდილებით გეუბნებით ამას. რომ მთელი სააკაშვილის ეს წლები, 9 წლები იყო დამოკიდებულება, რომ ხარ NGO. და ეს ძალიან კარგად ესმოდათ სააკაშვილის მთავრობაში NGO-ებიდან გამოსულ ადამიანებს. ასე უნდა იყოს, გრანტი აღებული უნდა შეასრულო. როგორც დიდხანს გაგრძელდა ეს დამოკიდებულებაც და რაღაცნაირად გაითავისეს ბიუროკრატებმა, რომ სხვა როლში საქართველოს წარმოქმნა უკვე შეუძლებელია და როდესაც იწყებს ქვეყანა თავის ინტერესებზე ზრუნვას, მას არ პატიობენ და ამას მაგალითებს ჩვენ ვხედავთ, როდესაც მთელი კამპანია იკვრება საქართველოს ყველა გავაფრთხილე გარშემო და ვინცაც თქვათ არიან ახლა პარლამენტში მთავრობაში დასწრებით, რომ ამის პატიება არ იქნება დიდხანს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ეს გარდატეხა დადგება თუ ჩვენ უბრალოდ უნდა შევეგუოთ, რომ ეს გაგრძელდება. პატიება არ იქნება. აი ამ ურსულების, მარტაკოსების და სხვების ამ შემადგენლობაში კაია კალასის, რომელსაც ანტონი ლივენმა წამყვანმა მეცნიერმა უწოდა ევროპის კოშმარი. გამოჩენილმა ბრიტანელმა, ამერიკელმა მეცნიერმა, კლასიკური წიგნების ავტორმა. ევროპის კოშმარი, პატიება არ იქნება. როცა გამოდის იმ ქვეყნის პრემიერი, რომელიც აქამდე იხილებოდა როგორც მორჩილი NGO, რომელიც უნდა
და გეუბნება, პირში გეუბნება, რომ ჩვენი ინიციატივით ჩვენ არ მივმართავთ ბრიუსელს, რათა დავიწყოთ მოლაპარაკება საქართველოს გაწევრიანებაზე. თუმცა, და ეს მომაკვდინებელი, თუმცა მათ რომ შემოგთავაზონ ბრიუსელმა, თუნდაც დღეს თანახმანი ვარ და ვაწევთ ხელს. და მეორე, აღარ გამოვართვებთ გრანტებს, სახელმწიფო გრანტებს ევროკავშირიდან და იქვე განმარტა. და ეს იყო ყველაზე საშინელი რამ მათთვის. განმარტა, რომ ეს იმისათვის არის, ამიტომ ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატებს აღარ კონდეთ შანტაჟის ბერკეტები საქართველოს მიმართ. ბერკეტები, რომელსაც იყენებდნენ შანტაჟისთვის წლების განმავლობაში დაასახელა კანდიდატის სტატუსით თუნდაც. მაგრამ საინტერესოა რა შეიცვლება ახლა. გულისხმობ იმას, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არის მკვეთრად განსხვავებული. მის სტრატეგია რაც ვნახეთ, მათ შორის ჩანაწერი ევროპაზე, რომ უკვე ეს რა ქვია, ევროპა მიდის დაღმასვლისკენ, ეს პირდაპირ ეწერა და კიდევ უფრო ბევრად მძიმე სიტყვებით, ხო? რა შეცვლის შეერთებული შტატებიდან წამოსული ეს განცხადებები, რომელსაც პრინციპში ყოველ კვირაში ვისმენთ და ყოველ კვირა არის უფრო და უფრო მწვავე. უკვე ცვლის, იცით, აი მიუნხენის კონფერენცია ეს კი იყო სამასხარაო, მაგრამ ტონალობა ვერც ერთმა ვერ გაბედა შეერთებული შტატების და მით უმეტეს პირადად ტრამპის თუნდაც ხსენება. კრიტიკაზე ლაპარაკი ზედმეტია. დანიის პრემიერიც კი, ქალბატონი, გამოვიდა იმით, რომ იცით რა უნდა გვესმოდეს, რომ თუ ნატოს წევრი ერთი ქვეყანა წაართმევს ნატოს წევრ მეორე ქვეყანას ტერიტორიას, ეს ხო ნატოს ბოლო იქნება. მაგრამ არავითარი კრიტიკა, გამორიცხულია კრიტიკა. რატო? იმიტომ რომ წითელ ხაზად გასდევდა მთელ მიუნხენის კონფერენციას, რომ ან მოვახერხებთ იმას ერთად, რომ რუსეთი გამოიფიტება უკრაინაში ბრძოლის შედეგად, ან და ესე იგი ჩვენი საქმე დამთავრებულია. იმიტომ რომ ვერ მოვასწრებთ, არა გვაქვს ძალა. ჩვენ თვითონ რომ ეხლა შეჯიბრებაა, პოლონელები ამბობენ ჩვენზე წამოვა მერე. არა, ბალტიის ქვეყნები ამბობენ, არა, ჯერ ჩვენ დაგვარტყამს და ამაზე ვერ შეთანხმდით ვერაფრით. პირველსვეს დაარტყამს რუსეთი. ეს როცა მათივე პოლიტოლოგები წერიან, რომ არავისაც არ დაარტყავს, ეს გამორიცხულია, მაგრამ შიში არის დიდი. და აი ამ დროს, როცა გამოუცხადა ელჯეთ კოლბიმ, რომ რაც შეეხება ბირთვულ ქოლგას, ჩვენ ამას ვინ არჩუნებთ. ეს იყო დიდი შვება ახლა მიუნხენის კონფერენციას. თუმცა ისეთები უთხრა იგივე რუბიომ, აი ხო მოეფერა ცივილიზაცია, ამერიკა თქვენი შვილია ევროპის, მაგრამ იქვე თქვა, რომ თქვენმა პოლიტიკამ, მიგრაციულმა, მწვანე ენერგეტიკამ, ხომ და სხვა ჩააგდო ევროპა იმ დღეში, რა დღეშიც ახლა ხართ და ეს არის სრული დეგრადაციის ასე ვთქვათ ეპოქა. და ეს ფრაზა შეერთებულ შტატებს არ უნდა, რომ იყოს მართვადი დეგრადაციის ადმინისტრატორი. როგორი მოსასმენია მათთვის. მოკავშირეები ძლიერები უნდა იყვნენ, ეს არის ჩვენი. მე განმარტა, ჩვენ არ გვინდა თქვენი სისუსტე. მოკავშირე არ გვინდა სისუსტე და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესეთი სიტყვებით. მე გამოვიდა მაიკლ ვოლსი, რომელსაც თქვა, რომ ჩვენ ახლა გადავიყვანთ გაეროს შეერთებული შტატები ძალიან მკაცრ დიეტაზე და ამ დიეტას შევინარჩუნებთ იქამდე, სანამ არ მოხდება გაეროს გარდაქმნა. რამე თუ გაერო კარგახანია, ვერც ერთ საკითხს ვერ წყვეტს იმას, რაც მას ევალება, რომ გადაწყვეტოს. ამის ნაცვლად ამერიკას უწევს პირადად ტრამპსაც გადაწყვეტილების მიღება ასრულება. და ამას ჩვენ შევცვლით. აქაც ახლა მეორე მხრივ თვითონ გაეროს გენდივანმა, გუტიერეშმა 22 წელს თქვა, უკრაინაში ომის შემდეგ გამოვიდა საჯარო თქვა, გაერომ მთლიანად დაკარგა თავისი ფუნქცია. მაგრამ ხო არაფერი გაკეთებულა მისი გარდაქმნის მხრივ. ასე რომ ჩვენ შევედით ისეთ ასე ვთქვათ ეპოქაში, ისეთ ტურბულენტურში, რომ მე მიმაჩნია, რომ ფორსირება ზედმეტად, აი მაგალითად სტრატეგიული პარტნიორობა უნდა აღდგეს ამერიკასთან, ხო? მეკითხავს რომ რას ნიშნავს ეს, პუნქტებად რას ნიშნავს ეს, ეს ხო არ არის ერთად ფოტოს გადაღება, ხელის ჩამორთმევა. მასე კვირიკაშვილი იყო და თავის დროზე ტრამპს შეხვდა, ხო და ეს ხო არ არის. ხომ? ესე იგი ეს არის რაღაც ურთიერთობა. აბა რომელი ეს ურთიერთობა, რომელიც არ გააღიზიანებს კრემლს, პირდაპირ ვთქვათ, მე ამის უფლება მაქვს, მე ასე ვთქვათ, არ ვარ მოქმედი დიპლომატი და ასე შემდეგ. სააკაშვილის და ბიზამისის მიერ მოყვანილი რუსული ტანკები აქედან 30 კილომეტრში დგას, ხო? და ჯეიდი ვენსზე რო ზოგიერთი გამოდის
გვარების დასახელებაც არ მინდა ისეთი მაპატიეთ იდიოტიზმია, როცა ამბობენ რომ არ ჩამოვიდა საქართველოში და ეს ხო გეოპოლიტიკური კატასტროფაა ჩვენთვის. კატასტროფა კი არა გადავრჩით. ჩამოვიდოდა ვენსი, კითხავდნენ ჟურნალისტები, ცხადია, აი საქართველოს რო ოკუპირებულია დღემდე და ამერიკაში გმობთ თუ არა. წავიდოდა ვენსი და თქვათ 2 მილიონი კვადრატმეტრს ისევ წაიღებდნენ ბორდერიზაციით, თქვათ. რაც ყველაზე მცირე იქნებოდა რეაგირება, ეს ხო არ ჭირდება. ამიტომ მე მაგალითად, ახლა როგორ თქვა ჩემი აზრი ყველა შეუძლია თქვას და გამოსცილება არ მაკლია. მე არ მიმაჩნია, რომ ვიდრე ომი უკრაინაში არ დამთავრდება, ვიდრე არ დასრულდება შეერთებული შტატების როლი, როგორც მომრიგებელის ამ პერიოდში, მანამდე ფორსირება, პედალირება ურთიერთობებისა ჩვენი მხრიდან არ ღირს. ეს იმას კი არა, შეუძლია უნდა თქვათ. აი ხო ილაპარაკა ვიცე-პრემიერმა. კი მართალია მოკლე შეხვედრაზე, მაგრამ ხო ილაპარაკა ძალიან კარგად, მაგრამ ფორსირება კიდე მეტად ეს არ არის საჭირო. რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე თავად ევროპელი ლიდერები საუბრობენ ახლა და მიაჩნიათ, რომ რაღაც მომენტი არის გაშვებული და თავის დროზე შეცდომა იყო, როდესაც ჩაიკეტა ეს არხები, იმიტომ რომ რუსეთს ისბედი არ ეწია, რომელსაც მას უწინასწარმეტყველებდნენ, ხო? როგორ ფიქრობთ, ეს შეცვლის თუ არა საქართველოს მიმართაც დამოკიდებულების, იმიტომ რომ ჩვენს მიმართ ბრალდება ეს იყო, რომ თქვენ დგახართ, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე მხარეს, ხო? რუსეთის მხარეს. თუ კი თავად აღადგენენ ამ ურთიერთობებს, მაშინ ჩვენზე წნეხი თუ მოიხსნება. აი ეს შემადგენლობა შეიცვლება. მაგალითად ბრიტანეთის პრემიერი არის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ნაკლებად პოპულარული პრემიერი. ეგეთი არ ყოფილა არავინ. მაკრონის ვადა ახლა იწურება, ხო? და ასე შემდეგ. ეს შემადგენლობა ვერ გამოვა და ვერ იტყვის, რომ იცით რა გვეშლებოდა საქართველოს მიმართ. აი თურმე არ გაყალბებულა ეს არჩევნები, შესანიშნავი არჩევნები ყოფილა, რასაც ყველა ადასტურებს, ყველა რეალური დამკვირვებელი. თუ შვეიცარიელი თუ გერმანელი თუ სხვა. თურმე ეს რაღაცა ხდებოდა. ესენი ამას ვერ იზამენ. მაგრამ თანდათან აი ნახეთ შეერთებული შტატები ვახსენეთ. აი მე ყველას ვეკითხები, თავდაცვის სფეროში და უშიშროების სფეროში რა მეწახდა ჩვენს ურთიერთობაში? არაფერი. ამ სფეროებას საერთოდ არს გაიხედეს იქითკენ რომ რაღაცა თქვათ არჩევნები თუ რაღაცა რასაც გვაბრალებენ და არა ისე მუშაობენ იმ რეჟიმში და ეს კარგია თან ისე მუშაობენ რომ არავის სხვას არ აღიზიანებენ. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტი უნდა შეიცვალოს ევროპის კონტინენტზე და სხვადასხვა ორგანიზაციებში, მათ შორის ევროპულ საბჭოში და ეს მოიტანს ცვლილებებს? ეს მოიტანს ცვლილებებს და ის როგორ არის პრაგმატულები ვიყოთ ბოლომდე. ბოლომდე პრაგმატულები. რა გვინდა ჩვენ? აი რა. უსაფრთხოების მხრივ ეს არაფერს არ მოუტანს საქართველოს. აი ამასინათ კოლექტიურ ბლოკუჩევს ვეძახით, თორემ მან სხვადასხვა მაგრამ ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა ჩვენი უსაფრთხოების გაზრდილებისათვის ეს არის საქართველოს შესვლა ევროკავშირში. იდიოტიზმი, ეს არ არის უსაფრთხოება, არანაირი. არც მიგვიღებენ არასოდეს ვთქვათ, მაგრამ რომს მიგვიღონ არაფერი არ არის აბსოლუტურად. უსაფრთხოების მხრივ ინვესტიციები, გინახავთ ინვესტიციები ევროპიდან. ან როცა გამოდის წამყვანი თქვათ სპეციალისტი ან ამ დარგში ვოლფი, ამერიკელი პროფესორი ცნობილი მსოფლიოში ამბობს, რომ ინვესტიციები დღეს შეიძლება ვსხოთ არაბეთის ქვეყნებიდან, საზოგადოებრივ სამხრეთიდან, ინდოჩინეთიდან, იმიტომ რომ აქ ფული არ არის. აქ არის დიდი ვალები ევროპაში. და ასე შემდეგ. ხომოიზიდეს ინვესტიცია. რატომ არის ეს ისტორიული რამ? იმიტომ რომ როდესაც როგორც ვთქვით, ტანკები დგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და იმ ქვეყნის ტანკები, რომელთანაც ამ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს და მაინც შემოდის 7 მილიარდი, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ეს არის მიღწევა აი ამ წლების შედეგად გარანტირებული მიღწევა, რომ როგორი ვითარებაა სანდო და ასე შემდეგ და სხვაებიც წამოვლენ. იგივე ვთქვათ, მე არ დამავიწყდება ბატონი ედვარდ შევარდნაძე ამბობდა, ერთი მოვესწროთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალიან უწყობდა ხელს ამას. შვედობა დამყარდეს. მოძრაობა პირდაპირ იყოს და ნახეთ მერე მსოფლიოდან როგორ ინვესტიციები წამოვა. გაცილებით მეტ ვიდრე აი მონოპოლიურ თურმე ფუნქციას კარგავს საქართველო. გადაშალეთ წიგნები რომელიმე ქვეყნისთვის ან ადამიანისთვის მონოპოლიას რამე კარგი მოუტანია? მოდუნების გარდა, სტაგნაციის გარდა. მხოლოდ კონკურენციას შეუძლია განაპირობას წინსვლა და როცა მშვიდობიან, აი ალბათ შეიძლება ახალგაზრდების ზანდებით, მაგრამ ის რომ მშვიდობიანი კავკასიის პროგრამა იყო
ის რომ შევარდნაძის ინიციატივით სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთად რუსეთის პრეზიდენტთან ხდებოდნენ ხან კისლოვოსში, ხან ლუქსემბურგში, ხელებს აწერდნენ. ასეთი პროცესი მიმდინარეობდა რისთვის? იმიტომ რომ შევარდნაძე რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველოს ზრუნავდა. ყოფილიყო ეს გარემო და ასე ვთქვათ, რასაც ქვია, ნამდვილი აღორძინება ქვეყნისა მოხდა. დიდი მადლობა ბატონ პეტრე. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი პეტრე მამრაძე იყო ჩვენი სტუმარი. იმედი ლაივი დღეს ამით დასრულებულია, ბრუნდებით ხვალ 23 საათზე. ნახვამდის.